გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ქრისტე აღსდგა ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ და აღდგომის მადლი გფარავდეთ თქვენ სრულიად საქართველოს, სრულიად სამართლმადიდებლოს. ვიმყოფები ემიგრაციაში, სამწუხაროდ არ შემიძლია ჩემი წინაპრების საფლავებზე გასვლა, ჩემი მეგობრების, ახლობლების, მშობლის საფლავზე გასვლა, ამიტომ ამ ევროპაში არც არავინ მყავს და ღმერთმა არავის უმყოფოს უცხომიწაზე დამარხული ქართველი და გადავწყვიტე რომ მეგობრებთან ერთად ეს აღდგომა იქ აღმენიშნა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი არის დასაფლავებული ამ ევროპაში და ეს ადგილი არის კუნძული ტექსელი, ჯვარცმული კუნძული, სადაც ქართველები 472 ქართველი არის დასაფლავებული. მოვედით მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ, ჩამოვედით ჰოლანდიაში, მოვედით აქ იმისთვის რომ პატივი მივაგოთ და მათ ვინც არ იციან უბრალოდ აქ როგორი არის ქართველების სასაფლაო, მინდა პატარა ექსკურსიას წავით, შემოგთავაზოთ. ვრცლად შემდეგ ვიდეოს დავამონტაჟებ და გავაკეთებ, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ. დიდი პატივი თულე ეს არის ქართველების სასაფლაო. რაც არის საინტერესო ძველი წარწერა საბჭოთა პერიოდიდან, სადაც დიდებულია ქართველ საბჭოთა მებრძოლთა საძმო სასაფლაო. ეს სასაფლაო არის, რომელიც ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის დაცული, არის ძველი პერიოდის წარწერები, არის ახლებიც, მინდა გითხრათ. პატარა საინფორმაციო განმარტება არის. სამწუხაროა რომ ქართულ ენაზე არ არის განმარტებული თუ რა მოხდა აქ. არის ინგლისურ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებზე. ეს არის მემორიალური დაფა გვარებით გარდაცვლილთა გვარები, ვინც იბრძოდა. აქ არის ექსელის აჯანყება, ქართველ მებრძოლთა მემორიალური დაფა. შესრულებულია 2023 წელს. თინათინ სვანიძე ვენკო, პროექტის ავტორები სულხან ამირიანაშვილი, ძეგლის დიზაინის ავტორი მოქმედი დევი ხმალაძე, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა თინათინ სვანიძე ვენკო. აქ არის საძმო საფლავი, ქართველები. დაკრძალულები ცხომიწაზე. ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნია ტექსელის ბრძოლას. ამას დეტალურად ბლოგს გავაკეთებ და შემოგთავაზებთ. ძალიან საინტერესო ისტორია არის, ძალიან. უბრალოდ ატლანტიკიდან დაწყებული იაპონიის ზღვამდე ქართველების ძვლებითაა მოფენილი ყველაფერი. იყვნენ ქართველები შეხვდნენ. სამი ქართველი იყო მოსული. ერთმა გაგანაცვლოთ. ძალიან ქარიანი ადგილია. რთულია სამშლის დამთება. ჩრდილოეთის ზღვა არის ახლოს და ეს არის 2025 წელს გაკეთებული მემორიალი
მათ მიერ ვინც მემორიალური დაფა გააკეთა თინათინ სვანიძე-ვენკო, არქიტექტურის დიზაინის ავტორი მოქანდაკე დევი ხმალაძე, ძეგლის ფინანსური მხარდაჭერა თინათინ სვანიძე-ვენკო 2025 წელი. დროშები ხშირად არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხშირი ქარი არის კუნძულზე და სწრაფად ზიანდება. ეს არის ქართველების დედა, ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელიც აქვე არის დაკრძალული. ჭეშმარიტად, მეგობრებო, ჭეშმარიტად ახსნა. ვილოცავთ ყველას აღდგომას. ეს არის უკანასკნელი დიდი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის ევროპაში და სამწუხაროდ აქაც ქართული სისხლი დაიღვარა. აქ ბრძოლები მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდე გერმანიას კაპიტულაცია ჰქონდა გამოცხადებული და სამწუხაროდ ამდენი ქართველის სიცოცხლე იქნა შეწირული. ძალიან ცოტანი დარჩნენ. აი აქ არის განმარტებითი დაფა, რომელი განმარტებითი დაფაც ესე ჩვენი ისტორიისთვის საინტერესო არის. სადაც აღნიშნულია, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს აღადგინა დამოუკიდებლობა. მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის SRG შემადგენლობაში შედიოდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს აღადგინა დამოუკიდებლობა. ეს არის განმარტება იმისთვის, რომ აქ ქართულ ენაზე, რუსულ ენაზე გაკეთებული წარწერები, რომლებიც არის იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართულ საბჭოთა მემორიალი, ასაც აქ მნიშვნელობა, მე ძალიან საინტერესო ისტორიაა და აგიხსნით რატო. მეტი აქ არაფერი არ არის ქართულ ენაზე წარწერა. ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს. მათ ხსოვნას ძალიან უვლიან აქ. მე და ასე დიდი პატივით საქართველოში პატივს სცემდნენ ქართულ მეომრებს. აი აი ადამიანურად მიჩნდება ნამდვილად. რაც შენიშვნა ნამდვილად ეკუთვნის, იმიტომ რომ ეს ისტორია რაც აქ არის ამინებზე განმარტებული, ქართულადაც უნდა იყოს განმარტებული. ალბათ იმის ბრალი არის, რომ რა ვიცი, ვიღაცამ თლად ბოლომდე ვერ მიაქცია ყურადღება ამ ყველაფერს. თორე ეს ნამდვილად არ შეეშლებოდათ, ძალიან დიდ პატივში არიან. თვითონ კუნძულელები ძალიან დიდ პატივს სცემენ ტექსტზე დაღუპულ ქართველებს. აი ეს არის ჩვენი გავარდნილი ისტორია, ჯვარცმული კუნძული, რომელიც 472 ქართველის სამუდამო განსასვენებლად იქცა. იყვნენ გადარჩენილებიც, რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე ისტორია, ზოგი გმირად დაბრუნდა, ზოგს პირიქით საბჭოთა ბანაკებში მოუწია ოფნა. მოკლედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხალხი შემდეგ როგორც გითხარით ბლოგს გავაკეთეთ. ჩვენ რაც შეგვეძლო, ერთადერთი ეს არის საერთოდ საქართველოში იქნება, საქართველოს გარეთ იქნება. დავანთოთ სამთელი, გადავაგოროთ კვერცხი, ამოვიხსენიოთ ჩვენი წინაპრები, ეს ვაჟკაცი ხალხი, რომლებმაც სოფლიო ბოროტებისგან იხსნა სამყარო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ევროპის უკანასკნელი დიდი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის, სადაც ქართველებმა თავისი წვლილი შეიტანეს ძალიან დიდი. ჭეშმარიტად, მეგობრებო, ჭეშმარიტად ახსნა ყველა მართლმადიდებელს,
ყველა ქრისტიანს. გილოცავთ აღდგომას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ შვიდობას, ჯანმრთელობას, რწმენაში გაძლიერებას. ერის სულიერ გამთლიანებას და თავისთავად სამშობლოს გამთლიანებას. სხვანაირად სამშობლო ვერ გამთლიანდება, თუ კი ერის სულიერად არ გამთლიანდა. კი, ტექსელი. მოვიკრიბეთ მეგობრები და დღევანდელი დღისთვის ჩამოვედით სხვადასხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი ღირსეული წინაპრების ხსოვნისთვის. კარგით, დაგემშვიდობებით, დანარჩენ შემდეგში შემოგთავაზებთ. დეტალურად ინფორმაცია თუ რა მოხდა ტექსელზე და რა ხდებოდა. აიხარეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. აბადროებით. თუმცა აი ბოლოში ერთ რაღაცას დავამატებდი, ესე გული რაზე მწყდება ყველაზე მეტად. აი აქ ვართ ევროპაში ვართ, უცხო მიწაზე ვართ და საბჭოთა პერიოდის თუ დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოს მემორიალები, წარწერები ეს ჩვეულებრივად არის შენახული და ქართველებმა საქართველოში ჩვენი ხელით დავანგრიეთ ქუთაისში დიდების მემორიალი. დიდების მემორიალი, რომელიც 300,000 ქართველის სულის ახსენებლად იყო. ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ქვეყანაში. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ქვეყანაში და მის ადგილას აშენდა რაღაცა უსახური საშინელი ქმნილება. არ ვიცი, მცხვენია, აი, ნახდათ მცხვენია, რომ ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა ამათ ხელში არის ჩავარდნილი და ამ დონეზე დაეცა, რომ ჭეშმარიტ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არა მარტო სამშობლოს დამოუკიდებლობას და მომავალს, საერთოდ კაცობრიობის მომავალ შეწირეს. არ ვიცი. ამ ბოროტების ჩამდენებს როგორ არ უნდა ეგოთ პასუხი. ჩემი უბნის ბოლოში იდგა დიდების მემორიალი ქუთაისში. და მე ამ თავრობის დროსაც ესენი როდესაც მოეთრიან, არ მინდა ეხა პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მივედი და შევიტანე განცხადება ვთხოვე, რომ მინიატურული მემორიალური დაფის და ის გაკეთება მინდოდა თუ რა იყო და თუ რა მოხდა და ამის უფლებაც არ მომცეს მე საქართველოში. არ მომცეს. რომ ეს რაღაც ფორმით ის სირცხვილი, რაც ჩვენ საზოგადოებას კისერზე აწევს, რაღაცნაირად ეს ჩამოწმენდილი ყოფილიყო. მაგრამ არა ძმაო, გაიგიჟეს თავი, ბოცამ, იქ ქუთაისის მერმა, იქ ლომინაძემ და ამათმა და იქო ჩვენო სპორტ კომპლექსი უნდა ავაშენოთ და მემორიალისთვისო ტერიტორიას ვერ გამოგიყოფთო. სულ სადღაც რაღაცა 10 კვადრატ მიწას, სადაც უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი და აი ესე არაკაცურად მოიქცე და აქ ალბათ მე ჩამოვლიან ტექსელზე და ეს რა ქვია, ალბათ დაიწყებენ ნიანგის ცრემლების ყრას. სამარცხვინოა ეს ყველაფერი რა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ჰოლანდიელები თუ საქართველოს შესახებ თუ რამე იციან და თუ რამე ხვდებიან და თუ რამე ფიქრი გააჩნიათ, ეს გააჩნიათ ზუსტად ტექსელის ბრძოლებიდან გამომდინარე. მე მინდა ისე შეგახსენოთ ისტორია, ვინც იცის, რომ ვინც არ იცის და ამის შესახებ ვისაც არ ქონია ინფორმაცია, რაღაც მაქსიმუმ ერთი კვირის ამბავი დაჭირდა ჰოლანდიის დაპყრობას და ქართველების აჯანყება 5 აპრილს რო დაიწყო, 20 მაისამდე გრძელდებოდა, სანამ ეს სასაკლაო არ დასრულდა ტექსელზე. თითქმის შიშველი ხელებით რა. ამიტომ ცემენ პატივს აქ ქართველების ასეთ თავგანწირვას. მაგრამ აი ჩვენ სამშობლოში როგორც ცემ პატივს ამათ, ეს ცალკე საკითხავია. არა მარტო ამათ წვებსაც რა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. გილოცავთ აღდგომას. უფალი გფარავდეთ და რა ვიცი, ყველაფერი კაი გქონოდეთ. არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია და ვისი გორისა ვართ.